Როგორი იქნება 2015-2018 წლების საჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტები. უწყებაში დღეს პროგრამების პრეზენტაცია განხილვა გაიმართა. განათლების მიმართულებით დაგეგმილია სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება. მაღალმთიან აჭარაში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გაგრძელდება პროექტი „ვისწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“. წელიწადში 1000 სკოლის რეაბილიტაციაც იგეგმება. სკოლების ნაწილი ფიზიკა, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღიჭურვება, განახლდება ბიბლიოთეკებიც. მომდევნო წლების ბიუჯეტში გათვალისწინებულია სტუდენტთა დახმარების პროგრამებიც. სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 7 სკოლის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. გაიხსნება ახალი და დასრულდება მოქმედი მუზეუმების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეც. შეიძლება ჩვენი სურვილი იყოს მასალებათა აქტივობების დაფინანსება, მაგრამ მათგან უნდა მოდიოდეს უფრო მეტი ინიციატივა. კულტურის მიმართულებით იქნება ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს დაფინანსება საკმაოდ სოლიდურად იმ ახალგაზრდებისა, ვინც კულტურის მენეჯმენტის კუთხით იქნებიან უწადინებული, რომ გააგრძელონ სწავლა. ქალაქს იცით, რომ თითქმის 150 წელი უსრულდება როგორც ქალაქს და გაკეთდება ძალიან შესანიშნავი მუზეუმი, მაგაზე მუშაობთ. ეს იქნება ხულოს ქუჩის 10 ნომერში, ყოფილი აბანოს შენობაში. გვინდა რომ რესტავრაცია გავუკეთოთ ყველა იმ საფორტიფიკაციო და საეკლესიო ნაგებობას, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა. ეს გაწელილია 18 წლამდე. ხიხანის ციხე პირველ რიგში, შემდეგ მოდის გონიო და პეტრას ციხე, ასევე ხინოს ეკლესია. წლებია ახორციელებს სამინისტრო მიმდინარე პროგრამებს, ეს პრიორიტეტები დღემდე პრიორიტეტებად რჩება, მაგრამ ის პროგრამები რამდენად ეფექტური არის, რამდენად ასახავს და ის რაც არის დასახული მიზნად, რამდენად მიაღწია ამ მიზნებს, ამაში არც მიმდინარე წელს არის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაფერი და არც როგორც ჩანს მომდევნო წლისთვის